ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით როგორც რესტორნებისთვის, ისე სასტუმროებისთვის პროგნოზების გაკეთება და რაიმეს დაგეგმა შეუძლებელია. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ რესტორატორთა ასოციაციის ხელმძღვანელი შოთა ბურჯანაძე საუბრობდა. დღეს არსებული გამოწვევები პირდაპირ კავშირშია გლობალურ პროცესებთან და მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ტურიზმის სექტორზე, აცხადებს HSE Group Hospitality-ის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე. თუმცა მისი შეფასებით 2025 წელს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის აქტივობებმა ასევე პირდაპირ ფრენების დამატებამ 2026 წლის კრიზისი ნაწილობრივ გადაფარა. ინვესტიციო ბანკი 2026 წელს ტურიზმის შემოსავლების $5 მილიარდ პროგნოზირებდა. განახლებული შეფასებით საერთაშორისო მოგზაურებისგან წელს ქვეყანა $4.9 მილიარდ მიიღებს. 2025 წელს საქართველოს საერთაშორისო მოგზაურებიდან $4 მილიარდ $690 მილიონი შემოსავალი მიიღო. შექმნილი ვითარების გათვალისწინებით ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია სექტორის წარმომადგენლებს შეხვდა, როგორ აფასებს არსებულ ვითარებას ბიზნესი და რა მიმართულებით ხედავს გამოსავალს. ჩვენი სტუმრები იქნებიან მაია მახათაძე, რადარის დამფუძნებელი გიორგი დოლიძე, HSE Group Hospitality-ის დამფუძნებელი სალომე კვარაცხელია, მარკო პოლო გუდაურის გაყიდვების დირექტორი შოთა ბურჯანაძე, რესტორატორთა ასოციაციის დამფუძნებელი. თავდაპირველად მივესალმებით ქალბატონ მაიას. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში ჩართვისთვის. მაშასე, როგორია თქვენი შეფასებით არსებული სურათი დღეს და აუცილებლად მინდა ვისაუბროთ იმ მოლოდინებზე, რომელიც ამ შემთხვევაში თქვენ გაქვთ მთელი წლის განმავლობაში. რა სურათია საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაში? მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის და ამ სფეროთი დაინტერესებისთვის. ჩვენ ამ შემთხვევაში მუშაობთ რამოდენიმე პროექტზე. განცალკევებით ასევე მე გახლავართ Gino Hospitality-ის, ანუ Gino Hotels Group-ის ყველა სასტუმროს ამჟამად მმართველი გენერალური მენეჯერი და აგრეთვე საერთაშორისო ბრენდ IHG-ის წარმომადგენელი საქართველოში მისი სასტუმრო ინდიგოს სახელით. შესაბამისად, საკმაოდ ფართო სპექტრს ფარავს ამჟამად რადარიც და მეც როგორც მმართველი მენეჯერი სასტუმროების და გეტყვით, რომ ჩვენი მდგომარეობაც ანალოგიურია, როგორც ჩემი სხვა კოლეგები აღნიშნავენ. მდგომარეობა არის შემდეგი, რომ ფაქტიურად ძალიან დიდი რაოდენობა იმ სტუმრების, რომლებიც მოემართებოდნენ ზუსტად იმ რეგიონიდან, სადაც დღეს ყველაზე ცხელი კერა ნამდვილად გაუქმებულია, დახურულია ჩვენთვის ისრაელის ბაზარი და ასევე გალფის და არაბეთის ქვეყნები. დღეს ასეთი ინფორმაციაც კი მივიღეთ, რომ თვითონ გალფის კომპანიები, რომლებიც ჩვენთან პარტნიორულ ურთიერთობაში არიან საკმაოდ დიდი ხანია, რაღაცა ნაწილობრივ თქვათ ონლაინ რეჟიმშიც კი გადავიდნენ და თავიანთი ოფისების დროებით დახურეს. რა თქმა უნდა, როგორც ყველა ისე მეც და ჩემი კომპანიაც და ასევე სასტუმრო ინდუსტრიაც ვართ შესაბამისად მოლოდინში იმის, რომ ეს პროცესი ნამდვილად უახლოეს პერიოდში დასრულდება, ანუ ეს კრიზისი უახლოეს პერიოდში დასრულდება, იმიტომ რომ ჩვენ ახლა შევდივართ ფაქტიურად აღმავალი სეზონის ეტაპზე ვართ, რაც ნიშნავს იმას, რომ ზამთრის კრიზისული მდგომარეობიდან უნდა გამოვდიოდეთ აქტიურად და ვემზადებოდეთ სეზონისთვის. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ამის მზაობის, მოლოდინის მზაობას ძალიან მალე ვიგრძნობთ ტურიზმის ინდუსტრიაში. ქალბატონ მაია, თუ მოახერხეთ დაუშვათ სხვა ბაზრებიდან ტურისტების აი იმ დანაკარგი შევსება, მათ შორის პარტნიორების გათვალისწინებით, თუნდაც ის მიმართულები, რომელიც თქვენ ჩამოთვალეთ, რომელ პარტნიორ მენეჯერსაც წარმოადგენთ ამ შემთხვევაში, რომელი კომპანიებისაც, თუ მოახერხეთ და თუ ჩანს პერსპექტივა, რომ დაუშვათ ამ სხვა ბაზრებიდან, რომელიც პირველი კვარტალის განმავლობაში საკმაოდ კარგი იყო საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიისთვის, განსაკუთრებით იანვარ-თებერვალი, იმიტომ რომ მარტში უკვე აქტიური საომარი მოქმედებები მიმდინარეობდა. რეალურად იმ ბაზრებიდან დააკომპენსიროთ არასრულად ბუნებრივია, იმიტომ რომ საკმაოდ მნიშვნელოვანი ბაზარია ისრაელის და გალფის ქვეყნებით საქართველოსთვის, განსაკუთრებით მაღალმხარჯველიანი ტურისტების მოსვლის კუთხით და ერთბაშად ასე დაკომპენსირება შესაძლოა არ მოხდეს, თუმცა რამდენად შესაძლებელია სხვა ბაზრებიდან დაუშვათ ტურისტების გადმომისამართება ამ ნაწილში. ეხლა როგორც დავაკვირდი ტენდენციას, ფაქტიურად იყო რამოდენიმე ნიშა, რომელმაც შეინარჩუნა
ჯავშნის ტემპი, არ გაუქმებიათ ჯავშნები და პირიქით შეიძლება ითქვას, რომ ჯავშნებით აქტიურად შემოვიდნენ ჩვენ სასტუმროებში, მაგრამ ეს არ არის კონკრეტულად რომელიმე ქვეყანა, ეს არის ზოგადად მიმართულება, როგორიც არის სპორტული მიმართულება, ანუ სპორტული შეჯიბრებები, სპორტული ჯგუფები, რაც იყო დადასტურებული ფაქტიურად ჩვენ სასტუმროებში არ გაუქმებულა. კი ბატონო, ევროპის ჩემპიონატია ძიუდოში, ამას მოყვება ძალოსნობაში, ანალოგიური ჩემპიონატი შესაბამისად ეს აქტივები ბუნებრივია თავის ძალიან მნიშვნელოვან დადებით გავლენას ახდენს საქართველოს ტურიზმის ინდუსტრიაზეც. დიახ, იყო ფარიკაობის ჩემპიონატი, რაც ძალიან კარგად დაისახა ასევე წარსულში და საერთაშორის დაემთხვა იმ კრიზისულ პერიოდს. შესაბამისად, ეს მიმართულება საკმაოდ აქტიურად იყო და ამან ძალიან დიდი გავლენა მოახდინა განსაკუთრებით მსხვილ სანომრო ფონდიან სასტუმროებზე, რომლებიც ძალიან კარგად არიან ადაპტირებული სპორტულ და მსხვილ, როგორც არის მაის ტურიზმი და ასე შემდეგ ღონისძიებებზე. რაც შეეხება რამდენად შევძელით რომელიმე ბაზრით ჩანაცვლება, როგორ გითხრათ, ეხა ეს ალბათ ვერ გეტყვით, რომ შემიძლია დაგიდასტუროთ, იმიტომ რომ როდესაც მსგავსი წერტილოვანი, მომენტალური კრიზისი დგება, ესე მოკლე პერიოდში შეუძლებელია რომელიმე ბაზრით ჩაანაცვლო. ეს ხომ არ არის რაღაც თაროზე შემოდებული ნივთი, რომელიც შეგიძლია გადმოიღო, ამიტომ ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ეს პერიოდი, პაუზა პერიოდი, რომელიც ზუსტად ამ ვერ ამოვსებას იწვევს, იმიტომ რომ ჯერ ისედაც მოგეხსენებათ, რომ ზამთრის სეზონი ცალსახად არის ძალიან მტკივნეული, ჩვენ ჯერჯერობით ვერ ვახცევთ იმას, რომ ვიყოთ 4 სეზონის ქვეყანა, ამიტომ ზამთრის სეზონის შემდეგ ისედაც თქვათ კრიზისიდან ვერ გამოსული სექტორი თქვათ დგება გარკვეულწილად, ჩვენთვის გაზაფხული არის გარდამავალი პერიოდი აქტიურ სეზონსა და დაბალ სეზონს შორის, ესე ვთქვათ, გაღვიძების და მომზადების პერიოდი, რომელიც სამწუხაროდ გამოვტოვეთ უკვე, რადგან აპრილი ძალიან მალე დასრულდება და მაისი უკვე სეზონია. ამიტომ ვერ გეტყვით ნამდვილად, რომ ესე მომენტალურად რაიმე შევავსეთ ფაქტურად ისაც სიცარიელე საკმაოდ ისეთ მძიმე ტვირთად გაყვება ჯერჯერობით სეზონის პიკს მომდგარ პერიოდს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩაგვერთეთ გადაცემაში. მაია მახათაძე იყო ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერის სტუმარი და გადმოვდივარ სტუდიაში, სადაც იმყოფებიან ასევე ტურისტული სექტორის, სამასპინძლო სექტორის წარმომადგენლები. მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა გადაცემაში სტუმრობისთვის. არ თუ მარტივ პერიოდში გიწევთ საქმიანობა, თუმცა თავდაპირველად მინდა რომ დავიწყოთ იანვარ-თებერვლის მაჩვენებლებზე საუბრით, განსაკუთრებით გუდაურის შემთხვევაში, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული და კარგი წელი ჩანდა ყოველ შემთხვევაში. რამდენად რეალურად ეს ასია, ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციამ ცოტა ხნის წინ გუშინ გამოაქვეყნა სტატისტიკა პირველი კვარტლის და საკმაოდ კარგი მაჩვენებლებია საერთაშორისო მოგზაურობის კუთხით. მე ცალკე შევეხები, ბუნებრივია, შემდგომ უკვე მარტის თვეს, როდესაც ახლო აღმოსავლეთში საგრძნობლად იყო გამწვავებული ვითარება და შესაბამისად ეს ბუნებრივია გავლენას ახდენდა ყველაფერს. მოგესალმებით, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, მადლობა. გუდაურში, პრინციპში, ქალბატონმა მაიამ რაც აღნიშნა, ჩვენ ისეთი რეგიონი ვართ, სადაც პირიქით ზამთარი არის ჩვენთვის მაღალი სეზონი. და ყოველწლიურად, ანუ მომავალი წლის გეგმარებას როცა ვაკეთებ, საკმაოდ ისეთი ამბიციური ის გვაქვს ხოლმე და შესაბამისად ეს წელიც არ იყო გამონაკლისი. პირველი კვარტალი დეკემბრიდან დაწყებული თებერვლის ჩათვლით ჩვენმა სასტუმრომ მარკო პოლომ 97%-იანი დატვირთულობით დახურა და ანალოგიური მაღალი დატვირთული პროცენტულობა გქონდა დასახული მიზნად და ასევე რასაც ვუყურებდით მარტში. ჩვენ იქიდან გამომდინარე, რომ ეს არის სამთო სათხილამურო კურორტი, სკი რეზორტი, ხო, გუდაურის, რეალურად სტუმრები ყავს ევროპიდანაც, ახლო აღმოსავლეთიდან, ისრაელიდან და ძალიან, როგორ გითხრათ, ესეთი და ასევე რა თქმა უნდა ჩვენი ქართველი სტუმრებიც და ესეთი ძალიან აქტიური სეზონი იყო. ამ აქტიური სეზონის პროცესში ასევე სხვა მაგალითად თებერვლის თვეში ასევე იყო ჩატარდა ფესტივალი ძალიან დიდი open air-ის, რომელიც ასევე ძალიან ეხმარება მსგავსი ტიპის ღონისძიებები, რა თქმა უნდა, რეგიონს, რომ უფრო მეტი დამსვენებელი მოიზიდოს და
ძალიან ისეთი შემართებით ვიყავით. ნამდვილად წინა წელთან შედარებით წლევანდელმა წელმა ნამდვილად გადააჭარბა იმ მოლოდინებს, რაც გქონდა. მაგრამ თებერვლის ბოლოს ახლო აღმოსავლეთში რა სიტუაციაც განვითარდა და ახლა როგორც მიმდინარეობს ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა გამონაკლისები არ ვართ და ჩვენზეც ძალიან აისახა და მაგალითად მარტის დატვირთულობა დასახული 92%-დან 60%-მდე ჩამოვიდა და ჩვენთვის ეს ძალიან ის იყო, რა ქვია. მაგრამ მიუხედავად რომ უშუალოდ გამოსავლად რა მიგაჩნიათ ხოლმე, მაგალითად პირობითად თუნდაც ის 60% შენარჩუნებაც საკმაოდ კარგად მოგიხერხებიათ, პირდაპირ შემიძლია გითხრათ, იმიტომ რომ ძალიან რთული არის ასეთ დროს და უშუალოდ უცებ გამოსავლის პოვნა, იმიტომ რომ ქალბატონმა მაიამაც აღნიშნა, ტურიზმი არ არის რაღაცა თაროზე შემოდებული ეს და უშუალოდ ჯავშნები არ არის, ხო, ბუნებრივი და ასე უცებ აი როგორ მოახერხეთ პირობითად თუნდაც მარტისთვის ეს ყველაფერი გამოწვეული ის რომ 60%-ზე შენარჩუნა ჩვენი დატვირთულობა არის ის რომ სტუმრები ძირითადად დამსვენებლები იყვნენ ევროპიდან და ჩვენ საერთოდ როდესაც ვუყურებთ ხოლმე ან სტატისტიკას ხო ვუყურებთ საიდან არის ყველაზე მეტი მოგზაური საიდან შემოდის და ჩვენი რეგიონი ვისთვის არის ყველაზე საინტერესო ამასთან ერთად ყოველთვის ვმუშაობთ პარალელურად ანუ არ ვჩერდებით არ ვართ ჩამოკიდებული მაგალითად მარტო იმ ბაზებზე რომელთაც ვიცით რომ აპრიორი სტუმარი ჩამოვა პარალელურად მუდმივად ვმუშაობთ იმ ქვეყნებზე მაგალითად ეს იქნება ევროპა, ამერიკა, ბრიტანეთი, საიდანაც შუა აზიის ქვეყნები, მაგალითად ყაზახეთი, ანუ რეალურად ის ქვეყნები, საიდანაც პირდაპირ ფრენები გვაქვს, ჩვენ ძალიან აქტიურად ვმუშაობთ, იმიტომ რომ ვხედავთ პოტენციალს და ხო, აი მაგალითად ბრიტანეთი ამის კარგი მაგალითი ჩვენ მივიღეთ ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად ვიყავით ბრიტანეთში ნოემბერში გამოფენაზე წასულები და ძალიან კარგი შედეგი მოგვიტანა ამან. უკვე ამ წელს თებერვალში ძალიან დიდი ჯგუფი მივიღეთ ბრიტანული და რეალურად ეს მუშაობა, ანუ კერძო სექტორი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა ეს რაღაცა ერთობლივი მუშაობა საკმაოდ დიდ შედეგს გვაძლევს ხოლმე. ცალკე ესე არაფერი არ გამოდის. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ამიტომ ეხლა მაგალითად აპრილის თვეში უკვე იქიდან გამომდინარე, რომ გუდაურის სეზონი მთავრდება ხოლმე სადღაც აპრილის 10 რიცხვს, იმიტომ რომ ჩვენ დამოკიდებული ვართ ხოლმე თოვლზე, რა თქმა უნდა. და როცა იხურება ლიფტები სასრიალოდ ვეღარ ადის ხო, ვეღარავინ და თოვლიც აღარ არის, რა თქმა უნდა უკვე დამოკიდებული ვართ ჯგუფებზე. და ეს ჯგუფები ძირითადად რა თქმა უნდა არის ახლო აღმოსავლეთი, გალფის ქვეყნები, არაბეთი და ჩვენთვისაც ეხლა საკმაოდ რთული პერიოდი და ისეთი აღმოჩნდა მოკლედ დიდი გამოწვევების წინაშე დავდექით. მუშაობთ აქტიურად, ნამდვილად ძალიან, მაგრამ ამ ჯგუფების ესე ჩანაცვლება ესე მარტივად არ ხდება. იმიტომ რომ აქ ხო ხვდებით, წინასწარ ხდება ყველაფერზე მოლაპარაკება, დიდი ხნით ადრე უკეთდება ამ ყველაფრის პროგრამაში შეყვანა, ანუ მოლაპარაკებები და რეალურად ესე მარტივად ვერ ვანაცვლებთ, რა თქმა უნდა. სამწუხაროდ დღეს რა რეალობაც გვაქვს არის რთული ნამდვილად, მაგრამ რასაც ვუყურებთ ახლა მაისის, ივნისის თვეებს, იმედი გვაქვს, რომ თუ ეს ყველაფერი რა ვიცი, დავაგდება და დამშვიდდება ზოგადად მსოფლიოში სიტუაცია, რასაც ვუყურებთ, ის დატვირთულობა ისევ ესე აქტიური გვექნება. კი ბატონო. ბატონო გიორგი, თქვენ ამ შეხვედრის შემდგომ, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიამ გამართეთ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელებთან, ამ შეხვედრის შემდეგ კომენტარისას თქვით, რომ გარკვეულწილად ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია გრძნობს იმ რეალურ ვითარებას, რომელიც არის და რაღაც ერთობლივად საკმაოდ კარგი ყოველ შემთხვევაში მოლოდინი გაქვთ. რა გაძლევთ იმის თქმის საფუძველს, რომ შეიძლება დაუშვათ წელი როგორ კარგადაც დაიწყო, ასევე გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, აქ ძალიან დიდ როლს თამაშობს თავად ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები, რამდენად სწრაფად და დროულად დასრულდება, რამდენად ისე დასრულდება, როგორც პირობითად შეიძლება, რომ რომელიმე ამ კონფლიქტის მონაწილეს მხარეს ქონდეს დაგეგმილი და შემდგომ ეს მთლიანობაში რა ტიპის მოლოდინებს გიქმნით? მუდმივად განსაკუთრებით თქვენ შემთხვევაში იმიტომა საინტერესო რომ თქვენი ძალიან რამდენჯერაც ამ ეთერში ბრძანდებოდით მუდმივად საუბრობთ რომ ძალიან მაღალი დატვირთულობით მუშაობდით და 80 და 90%-იან დატვირთულობაზე ამახვილებდით ყოველთვის ყურადღებას. ამიტომა საინტერესო რომ თქვენაირი ტიპის დაუშვათ სასტუმროების შემთხვევაში როგორი სურათი გვაქვს დღეს?
მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. Რა თქმა უნდა, ეს არაერთხელ აღნიშნავს, რომ ზოგადად სინერგია ტურიზმის ადმინისტრაციასა და კერძო სექტორს შორის არის ძალიან მნიშვნელოვანი, ასევე 2025 წელს განხორციელებული გადაწყვეტილებები, რომლებიც ძირითადად ეხებოდა იმ აქტივობებს, რამაც მოიტანა პირდაპირი ფრენების დამატება არაერთი მიმართულებიდან, ამან პირდაპირი გავლენა იქონია მარტის 15-დან და თუნდაც დღემდე პერიოდში იმაზე, რომ ჩვენ უფრო ესე ვთქვათ ფართო მასშტაბიანად და მარტივად მოგვეზიდა ევროპიდან, ბრიტანეთიდან და სხვადასხვა ქვეყნებიდან ჩვენთვის ის ტურისტები, რომლებიც სწორედ შეავსებდნენ იმ დანაკლისს, რაც ჩვენ მარტის თვეში მივიღეთ ახლო აღმოსავლეთში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე. ძირითადად იანვარი და თებერვალი, როგორც პროგნოზირებდით, იყო საშუალოდ 5-დან 10%-მდე უფრო მეტი, ვიდრე გასული წლის ანალოგიური პერიოდი. ზრდა, რა თქმა უნდა, +5-დან 10%-მდე ზრდა. მარტზე ყველა ერთხმად თანხდებით, რომ ეს იყო დანაკლისი, ძირითადად ეს შეეხებოდა 15 მარტს, როდესაც ყველას თქვათ ის მოლოდინი ქონდა, რომ 10 მარტამდე შეიძლება დამთავრებული იყო. ამიტომ წინა შემთხვევაში იყო 12 დღიანი განვლილი გამოცდილებიდან გამომდინარე. ზაფხულის პერიოდი იყო 12 დღეს გაგრძელდა, მაშინ ამაზე დაყრდნობით ძალიან სწრაფად გიწევდა გადაწყვეტილებების მიღება, რა თქმა უნდა, რომ რა გამოსავალი გეპოვა, თქვათ, სად შეიძლება და ფასის კლების ხარჯზე უფრო მეტი პრომოუშენი გაგიკეთებინა, მეტი პრომოცია და ყველამ ვიცით, როდესაც კლებულობს მოთხოვნა, თუ პირდაპირ და ესე ვთქვათ, სწრაფი ეფექტი გინდა, ახალ ბაზრებთან ერთად შეგიძლია, რომ გარკვეულწილად ფასდათმობის სანაცვლოდ შენ უფრო მეტი სტუმარი და ტურისტი მოიზიდო შენ სამართლის ობიექტში. ამ სტრატეგიამ, რა თქმა უნდა, გაამართლა, სწორედ უფრო მეტად გავააქტიურეთ, ჯერ დავიწყეთ თავდაპირველად დაბალი ფასდათმობით, შემდეგ ცოტა გავზარდეთ, შემდეგ ისევ დავაკელით და ყოველკვირეულად დღესაც გვიჭირავს პულსზე ხელი და ვაბალანსებთ. აი, მაგალითად, ეხლა რამდენი დატვირთულობა, რამდენი პროცენტიანი დატვირთულობა? ესე იგი, მარტის საბოლოოდ ჩვენ დავხურეთ 60-62% და აპრილის თვე, ჩემი ვარაუდით, დღევანდელ მოცემულობებზე დაყრდნობით დაიხურება საშუალოდ 85%-იანი ნიშნულით, რაც შეეხება დღევანდელ უშუალოდ დღეს თუ მეკითხებით, დღეს ეს იქნება 95-100% დღეს და ხვალ სტატისტიკაში რაც დატვირთულობა, თავისთავად იმ დაკორექტირებული ფასებით რის ხარჯზეც ვცდილობთ, რომ უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობა და პრომოუშენი გავაკეთოთ სწორედ იმ ბაზრებიდან, სადაც კარებია გახსნილი. რომელი უნდა იყოს ეს ბაზრები, აუცილებლად კითხავთ და ძალიან მინდა რომ ეს ნაწილი ბაზრების თემა აუცილებლად კარგად განვიხილოთ. რა ხდება სარესტორნო სამასპინძლო სექტორი მთლიანად, არა მხოლოდ სასტუმროები, არამედ რესტორნებსაც წარმოადგენს და შესაბამისად, მათ შორის იმ შეხვედრაზეც, რომელიც გაიმართა ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას და სწორედ რესტორატორებიც ესწრებოდით, რა ვითარება გაქვთ, ჯერ ამ კითხვით დავიწყო და მე აუცილებლად მინდა ვისაუბროთ, რამდენად სწორად ესმის სახელმწიფოსაც და კერძო სექტორსაც ასეთ სიტუაციებში რა გამოსავალი უნდა იპოვოს, რაც შეიძლება სწრაფად, იმისთვის რომ რეალურად ტურიზმის ინდუსტრია, რომელიც ქვეყნის ეკონომიკის უდიდეს და ალბათ უმნიშვნელოვანეს შემოსავლის წყაროს წარმოადგენს, სერიოზული დარტყმის ქვეშ არ აღმოჩნდეს. მოგესალმებით ჩვენს მაყურებელს, მივესალმები სტუმრებს. ეს კითხვა, რომელიც ახლა ზუსტად ის კითხვა დასვით ხალბატონო, რომელზედაც ასე ვთქვათ მომზადებულია, როგორ უნდა გავცეთ დღევანდელ სიტუაციას პასუხი. ყოველთვის ამ სტუდიაში იქნება თუ სხვა სტუდიაში, ყოველთვის ჩვენი პასუხი და კითხვა არის, როგორ იყო, როგორ არის, როგორ იქნება. და ასე ვთქვათ, ვფიქრობ, რომ რაღაც პერიოდის შემდეგ ქვეყანამ უნდა დაძლიოს ის აუცილებლობა, რა აუცილებლობებიც აქვს და რაღაც სხვა ეტაპზე უნდა გადავიდეს. და რას გულისხმობ ამაში? ჩვენ კოვიდიდან დაწყებული ყოველთვის ვსაუბრობთ კრიზისულ სიტუაციაზე, რა კრიზისულ სიტუაციაში ვარ და როგორ გადავლახოთ ეს კრიზისული სიტუაცია. შემდეგ პოსტკრიზისულ სიტუაციაზე ვსაუბრობთ და ძალიან იშვიათი არის პრევენციის მიღების აუცილებლობაზე საუბარი, ხო? დაახლოებით ბოლო 30 წლის განმავლობაში ჩვენი სფერო განვითარდა. ვერ შეადარებ ვერავითარ შემთხვევაში დღევანდელ სიტუაციას, წინა წლების სიტუაციას განვითარდა და რეალურად ბიზნესი სხვა მიმართულებით ჩამოყალიბდა. მაგრამ ეს ბიზნესი რომ გახდეს, რაც არის ჩემი სურვილი, სტაბილური, აი ეს არის ზუსტად იმ პრევენციული ნაბიჯების გადადგმის აუცილებლობა, რომელიც ბიზნეს სტაბილურობას მისცემს და რატომ უნდა იყოს ბიზნესი სტაბილური, ხო? ჩვენ როდესაც დღეს თქვათ კრიზისულ სიტუაციაში შევდივართ თუ ვართ თუ ვიქნებით, ამაზე საუბარი ეხლა ნამდვილად არ უნდა გქონდეს, ეს უნდა იყოს წინასწარ მომზადებული, იმიტომ რომ არ ვცხოვრობთ ჩვენ შუაგულ ევროპაში, სადაც ესეთი კრიზისული სიტუაციები იშვიათად იქმნება.
შუაგულ ევროპაშიც მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სამწუხაროდ შექმნილი თუ გადავხედავთ ამ სიტუაციას ნავთობის ფასების გათვალისწინებით. თუ გადავხედავთ ტურიზმს არაწვება თქვა ამას გულისხმობ და შესაბამისად ჩვენ რომ ამ რეალობაში ვართ, ამიტომაც კერძო სექტორსა და სახელმწიფო შორის უნდა იყოს ის დიალოგი, რაც წინა კვირაში ჩატარდა და ეს არის ძალიან მისასალმებელი, რომ კრიზისული სიტუაციისთვის მზად ვიყოთ. ანუ ის რომ კოვიდი იყო, შემდეგ ერთი ომი, მეორე ომი, ერთი დაპირისპირება 12 დღიანი ომი და დღეს ამ სიტუაციაში არის ახლო აღმოსავლეთი და ხვალ შეიძლება ღმერთმა დაგვიფანოს თურქეთსა და ისრაელს შორის და ყოველთვის ამაზე რომ ვისაუბროთ, როგორ გამოვიდეთ ამ მდგომარეობიდან, მზად უნდა იყოს ბიზნესისთვის და სახელმწიფოსთვის, რომ კრიზისული სიტუაციაში როგორ იმოქმედოს საზოგადოებამ და რატო უნდა არის მნიშვნელოვანი სტაბილურობის აღქმა. ამ სფეროში რომ დასაქმებულია რაოდენობრივად ადამიანი, არც ერთ სხვა სფეროში არ არის. და ყოველთვის ჩვენ სფეროს აკლია დასაქმებულები და ყოველთვის არის ის განცდა, რომ ადამიანები ამ სფეროში გაჩერებას ნაკლები სურვილი გააჩნია. ამიტომაც სტაბილურობას, როდესაც გრძნობს, ძლიერდება ამ შემთხვევაში ბიზნესი, ჩვენ მცირე პრობლემების გადალახვის შესაძლებლობა ყოველთვის აგვაქვს, მაგრამ თუ ეს კრიზისი ასეთ სიტუაციაში გამოვვა მდგომარეობაში ვარ და შემდეგ გადავლახავთ, ამ სტაბილურობის დაკარგვის შემთხვევაში უბრალოდ ვერ განვითარდება ისე სწრაფად ჩვენი ბიზნესი, როგორაც ეს ჩვენ გვინდა. მაგალითთვის ეს რომ მოვიყოთ მარტივად გასაგები რო იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, დასაქმებული ადამიანი, რომელიც ჩემთან არის მაგალითად ბიზნესში, ის თუ ვერ გძნობს და ყოველთვის შიში არის, რომ თვის ბოლოს აიღებს თუ არა ხელფას, ის ყოველდღიურად ფიქრობს სხვა სამსახურის მოძებნაზე. მე უნდა ვიყო გარანტი იმისი, რომ მას ეს ფიქრები არ გქონდეს და ის პრობლემა ფსიქოლოგიური იქნება თუ მატერიალური იქნება გადალახული გქონდეს, რომ მას გარანტირებულად მიიღებს იმ ხელფას, რომელიც დამსაქმებული შეპირებულია. ასეთივე უნდა იყოს სახელმწიფოს მიდგომა სფეროსთან მიმართებაში, რომ პრევენციული ღონისძიებები იქნას გადაგრულ, თუ მოხდება პრევენცია, რას ვაკეთებთ ბოდიში კრიზისი და რას ვაკეთებთ მაშინ და ასე ვთქვათ, შვიდ ვითარებაში უნდა გადალახოს ბიზნესმა. ეს რა შეიძლება იყოს? ეს შეიძლება იყოს საგადასახო კუთხით სხვადასხვა მიმართულებების, ასე ვთქვათ, გარკვეულ პერიოდით დათმობა, რაღაც ისეთი ღონისძიებების ჩატარება, რომელიც გარკვეულწილად რაღაც თვეების განმავლობაში ბიზნესისთვის მარტივი იქნება გადალახვა და ამ შემთხვევაში სტაბილურობის შექმნის შემთხვევაში ჩვენ მარტივად გადავლახავთ, რა თქმა უნდა, ყველაფერს ვერ დააზღვევ, მაგრამ დიდი დოზით თუ იქნება დაზღვევის შესაძლებლობა, საბოლოოდ, რომელიც მნიშვნელოვანი არის ჩვენი ეკონომიკისთვის, ტურიზმის სფეროს, საბოლოოდ იქნება განვითარების ახალ ეტაპზე. ამ ეტაპამდე უკვე მისული ვარ და ეხლა ამისთვის არის საჭირო სწორი ნაბიჯების გადადგმა და დიალოგი და ურთიერთჩართულობა კერძო სტრუქტურასა და სახელმწიფოს შორის. ხუმარ არის ბატონიშოთ რაზეც ახლა საუბრობს, მან ჩერს ბატონ გიორგი თქვენ შემთხვევაში როგორი განცდა მაქვს იცით ასე დროს რომ რამდენად სწორი პოლიტიკაა კერძო სექტორს. იცით, სახელმწიფოს ახლა აუცილებლად მოვთხოვთ რაღაცას, სახელმწიფო განსაკუთრებით კოვიდის მაგალითი იყო, ყველაზე კარგი მაგალითი და იქ აბსოლუტურად სხვა რეალობა იყო და ალბათ ყველაზე სწორი გადაწყვეტილება იყო, დიახ, ღიად უნდა დახმარებოდნენ სექტორებს, მაგრამ რამდენად არის დაუშვათ აი ასეთ სიტუაციაში სახელმწიფოს მხრიდან პირდაპირ დაუშვათ თუნდაც საგადასახადო პოლიტიკის სპეციალური საგადასახადო პოლიტიკის ამოქმედების საჭიროება ან რატომ უნდა გააკეთოს ეს სახელმწიფო თუ დაუშვათ კერძო სექტორის როგორც სახელმწიფო ხედავს დაუშვათ არსებულ სურათს მსოფლიოში ისე ხედავს კერძო სექტორი ბიზნესი რისკია და ეს თქვენ ჩემზე კარგად იცით აი ასეთ სიტუაციაში რამდენად გააქვთ ყველა თქვენგანს დაუშვათ აი ამ რისკის ფაქტორების გათვალისწინებით გეგმა B გეგმა C და ასე შემდგომ იმიტომ რომ მხოლოდ სახელმწიფო რას გადადგავს ეს რამდენად სწორი მიდგომა აუცილებლად მოვალ რადგან თქვენ დაიწყეთ საუბარი ბოლოს ისევ თქვენ დაგიბრუნდებით ბატონ გიორგი თქვენი აზრით დღეს სახელმწიფოს პოლიტიკა რამდენად სწორია კერძო სექტორთან მიმართებაში და თუ არ არის სწორი მათ შორის სტრატეგიის ნაწილსაც რომელზეც თქვენი კოლეგების ნაწილი მიიჩნევს რომ სწორედაც რომ სტრატეგია არის არსებობა არ ვიცი დოკუმენტურად გაწერილი თუ დოკუმენტურად გაუწერელი მაგრამ სტრატეგიის არსებობა აი ამ შემთხვევაში არის კი გამოსავალი რომ ყველაფერი სახელმწიფოს მხრიდან სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე ვიყო დამოკიდებული და ჩვენ არაფერი არ გავაკეთოთ თუ დაუშვათ ერთობლივ მუშაობას ქვია სტრატეგია რაც შეეხება საგადასახადო შეღავათებს წინაკვირას გამართულ შეხვედრაზე დაისვა მსგავსი საკითხი და მიმართულება და პოზიცია სახელმწიფოს მხრიდან იყო ის რომ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას როგორც კერძო სექტორი ასევე სახელმწიფო რაც შეეხება ზოგადად სტრატეგიას ან კერძო სექტორის ქმედებას და პასუხს ან პრევენციას უშუალოდ კრიზისული სიტუაციების მიმართულებით რა არის იცით ძალიან დასანანია როდესაც
ფაქტობრივად შენგან დამოუკიდებელი ყველანაირი მიზეზების იქეთ, სადაც არც შენ, არც სახელმწიფოს კონკრეტულად, როდესაც თენდება დღე და იგებ რომ იკეტება ორი შენთვის ერთ-ერთი ყველაზე სტრატეგიულად მნიშვნელოვანი ბაზარი, იკეტება ცა და იქედან ვეღარ ჩამოდის ტურისტი, ამ შემთხვევაში რთულია ან იმავე დღეს, ან უახლოეს ერთ კვირაში რაიმე სახის ისეთი სტრატეგია შეიმუშაო, რომ ესე ვთქვათ, მთლიანად ტოტალურად გამოხვიდე აღნიშნული სიტუაციიდან. აქ როგორც ვახსენეთ, ძალიან დიდი როლი ითამაშა იმ გარემოებამ, რომ და დამტკიც და ასევე ის ფაქტორი, რომ სტრატეგიის ერთ-ერთი ნაწილი, რომელიც არის როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო სექტორისთვის დივერსიფიცირებული ბაზარი, რომ არ იყო კონკრეტულ 1, 2 ან 3 მიმართულებაზე ჩამოკიდებული, ამან მე პირადად ძალიან შემიწყო ხელი, რომ ზუსტად იმ ფასდათმობების და სწრაფი ეს ფასდათმობაც, იმიტომ რომ გინდა სწრაფი შედეგი. გამომდინარე აქედან ჩვენ მივიღეთ დაწყებული ამერიკიდან ევროპის ჩათვლით, აქ აქტიურობდა გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი, იტალია, ანუ აჭრელებულია დღეს რო ნახოთ, ესე ვთქვათ, Booking.com-ზე არის ესეთი სტატისტიკური რუკებით ყალიბდება და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებით, ამერიკით, ბრიტანეთით, ჩინეთით, ჩვენი მეზობელი ქვეყნები აქტიურობენ ძალიან, რუსეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, სომხეთი, აზერბაიჯანი, საქართველოს ძალიან გასახარია, იმიტომ რომ ეს კიდევ იმას ადასტურებს, რომ ბაზარი არის ძალიან დივერსიფიცირებული და აი ამ ორკვირიან ჭრილში რომ მოხერხდა და მაინც თქვათ ვერ ვიტყვი და ვერასდროს ვერ ჩანაცვლდება, ეს არაერთხელ მithქვამს ამ სტუდიაში. ისრაელის ბაზარი, რომელიც ამ პერიოდისთვის როგორიც არის ემირატები და ისრაელი, ანუ ფაქტიურად შეუძლებელია ამის ჩანაცვლება იმავე ფასებით უახლოეს პერიოდში, რაც ჩვენ აქამდე გქონდა, მაგრამ გამკლავება რომ წლიდან წლამდე უფრო მარტივდება, ეს არის სახეზე, სწორედ აი ამ დივერსიფიცირებული ბაზრისთვის და თან ასევე ისაა ხაზგასასმელი, რომ ჩვენ გქონდა და ამას შევეჯახეთ დაბალ სეზონზე, სადაც თითოეული ჯავშნის მოხსნა არის ძალიან მტკინვეული. შარშან ეს იყო მაღალ სეზონზე, თან იყო 12-14 დღიანი მარტივად გადაიარა, ისრაელს ახასიათებს რჩება ომი, საიხსნება მეორე დღეს, იმდენად მიჩვეულები არიან სამწუხაროდ ამ ესე ვთქვათ დავიდარებას, რომ მალევე ბრუნდება და მალევე აღდგება და დღესაც დარწმუნებული ვარ იმაში, ხვალ რომ დასრულდეს ეს დაძაბულობა და საომარი ვითარებები, ძალიან მალე წამოვა ისევ ისრაელი და ყველაფერი დაუბრუნდება თავის გარემოებას. თუმცა ისევ და ისევ 2025-ში რა აქტივობებიც განხორციელდა, რა თქმა უნდა, ძირითადი ხელშესახები ეს იყო ფრენების დამატება, ეს იყო ის კოლაბორაციები, როდესაც ტურიზმის ადმინისტრაცია და კერძო სექტორი ერთად გამოფენებზე, როუდ-შოუებსა და სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობას იღებდა სწორედ იმ სამიზნე ქვეყნებში, საიდანაც ფრენები გვემატებოდა, ან თვითონ იცოდნენ, რომ პოტენციურად უნდა დაგმატებოდა. ამ შეხვედრაზე განიხილა ის ფაქტი და ის გარემოებები, რომ სიხშირეები არის გასაზრდელი აუცილებლად რომ დავაკომპენსიროთ ახლა ისრაელის მიმართულება იმ ქვეყნებიდან, სადაც ფრენები გვაქვს უკვე შარშანდელი პერიოდიდან დამატებული და ახალი მიმართულებებიც უფრო მალეა გასააქტიურებელი და მალეა დასამატებელი, თუ კი სადმე ქვეყანას აქვს საშუალება, რომ ახალი ბაზრები რაც შეიძლება უფრო მალე მოიზიდოს. თუ გავითვალისწინებთ თითოეული ფრენის განხორციელებას, დაწყებას წინ რამხელა მოლაპარაკებები უძღვრის ხოლმე წელიწადი, 2 წლის განმავლობაში, ეხა ასე უცებ რამდენად ეს შესაძლებელია, თუ რა თქმა უნდა არ არის სამუშაო უკვე დაწყებული, ცოტა ძნელად წარმოსადგენია, მაგრამ იმედი ვიქონიეთ, რომ დაწყებულია როგორც ის რამდენიმე მიმართულება. ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი საუბრობდა, რომ ამ მიმართულებითაც ძალიან აქტიურ შედეგებს, ანუ კონკრეტულ შედეგებს ველით. ბაზრების დივერსიფიცირება არის თუ არა ერთ-ერთი პასუხი იმისა, რომ დაუშვათ სახელმწიფოს რამდენად სწორი ან არასწორი პოლიტიკა აქვს ამ შემთხვევაში ტურიზმის ინდუსტრიასთან მიმართებაში, რომ არ ვართ პირობითად, შეიძლება ვართ, არ ვიცი თქვენი გადმოსახედიდან ჩამოკიდებული რომელიმე ერთ კონკრეტულ ბაზარზე, იმიტომ რომ წლების განმავლობაში იყო საუბარი, რომ ჩვენ ვართ ერთ კონკრეტულ ბაზარზე, ამ შემთხვევაში რუსეთში ჩამოკიდებული. დღეს სახელმწიფო დღეს ბაზრის დივერსიფიცირება ყოველ შემთხვევაში ჩემი გადმოსახედიდან ძალიან თვალსაჩინოა, იმიტომ რომ ბოლო წლებია პრაქტიკულად ისრაელის და გალფის ქვეყნები ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სეგმენტი იყო. თუმცა აღმოჩნდა, რომ სწორედ იმ ქვეყნიდან თუ ვინმე წარმოიდგენდა ოდესმე რომ დუბაიში ბომბები ჩამოცვიდებოდა არ ამგონია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ამ ქვეყნის დანაკლის რეალურად ყველანი ვიგრძნობდით, ეს ძალიან ცალსახა იყო. არის თუ არა ბაზრების დივერსიფიცირება პასუხი და სწორი მიდგომა დაუშვათ სახელმწიფოს მხრიდან? ანუ გარდაუვალია, აი შეუძლებელია თუ ბაზრების დივერსიფიკაცია არ მოხდა, ვერ გამოთქვია სიტყვას და ვერ ვიცახი ხოლმე. გამოიწვია სხვანაირად, იმიტომ რომ
ფიზიკურად ვერ ვიქნებით კონკრეტულ ერთ და ორ მიმართულებაზე, ასე ვთქვათ, დამოკიდებულები, ხო? ამიტომ აქტიურად ვმუშაობთ ჩვენ როგორც მანამდეც აღვნიშნე ძალიან აქტიურად ვმუშაობთ ხოლმე სხვადასხვა ბაზრებზე ადრე იმ ბაზრებზე მუშაობთ რომელზეც პირობითად ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციას სექტორთან ერთად უკვე განხორციელებული აქვს რო უჩვეულოები გამოფენებში აქვს მონაწილეობა მიღებული თუ დაუშვათ ისეთ ბაზრებზეც მუშაობთ სადაც საერთოდ არ აქვთ შესულები თავისთავად ვმუშაობთ იმ ბაზრებზე ტურიზმის ეროვნულ ადმინისტრაციასთან ერთად რომელიც ვიცით რომ ანუ აქტიურად შესაძლებელია იქიდან და პოტენციალი არის რომ ტურისტები ჩამოვიყვანოთ ეს ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კიდევ ერთხელ ხელავღვნიშნავ ეს არის ფრენები, სადაც პირდაპირ ფრენები გვაქვს, სიხშირეები, სადაც გაზრდილია და ჩვენ თვითონ სტატისტიკას როცა ვაკეთებთ, ვხედავთ რომ რომელიღაცა ქვეყნიდან, აი მაგალითად წელს ძალიან აქტიურად და ძალიან დიდი რაოდენობით სტუმრები მივიღეთ თურქეთიდან, რაც მანამდე არ იყო. და მივხვდით რომ ეს არის ბაზარი რომელზეც ძალიან ნამდვილად აქვს მაგრამ მათთვის საინტერესოა ვართ მეზობელი ქვეყანა მათთვის არის აი ერთგვარი გამოცდილება ახალი მათთვისაც ხო როგორც არაბებისთვის იყო გამოცდილება საქართველოს და შესაბამისად მე ანუ ძალიან დიდი რაოდენობის ტურისტი მივიღეთ ამ ქვეყნიდან თუნდაც ისრაელიდან ანალოგიურად ხდება რომელიღაცა ქვეყნიდან იწყება და ამაზე მუშაობა როცა მიდის აქტიური რა თქმა უნდა ეს თავის შედეგს მოგცემს. აი ახლა ორი დღე იყო ტარიფას სამიტი იყო, სადაც შეხვედრები ჩავატარეთ და საქმიანი ტურიზმის ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის, რომ ანუ ბაიერები, ანუ მყიდველები, რომლებიც ჩამოდიან, აი ეგრეთ ძალიან კარგი ჩამოდიან და ადგილზე ეცნობიან პოტენციალს, რაც გვაქვს საქართველოში, იმიტომ რომ მათ თვითონ უნდა შეიგრძნონ, ასე ვთქვათ და მე ეს ყველაფერი უკვე თავის ქვეყანაში გაყიდონ, ხო? ამიტომ აი ესეთი შეხვედრები და მსგავსი ტიპის ღონისძიებები არის ძალიან მნიშვნელოვანი და ჩვენი ქვეყნისთვის, რომელიც კავკასიის რეგიონში ეხლა ამ ეტაპზე ყველაზე უსაფრთხოა, აი ამაზე საუბარიც კი დაგვჭირდა ამ დღეებში შეხვედრებზე და თვითონვე მიხვდნენ, რომ ეს ნამდვილად არის საქართველოს არის უსაფრთხო, ხო? ამიტომ მუდმივი მუშაობა, საუბრები, ან ინფორმაციების გაცვლა, მაგრამ ეს როგორ ხდება? ან ჩადიხარ, ან ჩამოყავს და რეალურად აცნობ პოტენციალს, რაც ჩვენს ქვეყანას აქვს და ამის გარეშე, რომ აღმოაჩინო ახალი ანუ პოტენციალი რომელიღაცა ქვეყნებიდან, სტატისტიკა მაგით მკეთდება. იმიტომ არსებობს Booking.com-ს თავისი სტატისტიკა აქვს, ხო? ყველაფერს აქვს თავისი სტატისტიკა და ეს გაჩვენებს პირდაპირ რომელიც არის გამოქვეყნებული არის რეალური. ეს პირდაპირ გეუბნება აბსოლუტურად, ანუ ჩვენი სადაჯავშნო მოდულიდანაც კი შესაძლებელია ამ ინფორმაციის ამოღება და შეხედა დაუშვათ უშუალოდ რომელიღაცა რეგიონს, მაგალითად გუდაური იქნება ეს თუ თბილისი ანუ დედაქალაქი, რომელი ქვეყნებიდან უფრო მეტი მომართვა აქვს, ხო? და მარტივია იწყებ ამ ქვეყნებზე კიდევ უფრო აქტიურ მუშაობას, იმიტომ რომ ერთი არის რომ არის უკვე მომხმარებელი, მაგრამ ამას მუდმივი მუშაობა ჭირდება. ისე რომ დაუშვათ აგერა ეს ამაზე ვიმუშავეთ ახლა და დავამთავრეთ და გადავედით ახალზე არა ყველგან ყოველთვის მუდმივი მუშაობა იმიტომ რომ ეს ჩვენი სფერო არის ძალიან სენსიტიური ყველაფერზე აბდენ ჩვენი რეგიონიც, ჩვენი ქვეყანაც ძალიან ჩამოკიდებული, ასე ვთქვათ, აი მართლა რაღაცა გვერდზე რაღაცა რო ხდება, უკვე ჩვენთან ძალიან საფრთხის შემცველია ხოლმე ეს ყველაფერი ჩვენი სფეროსთვის რა და მუდმივად გვიწევს იმაზე საუბარი, რომ ნუ აი ჩვენთან ყველაფერი კარგად არის რაღაც, მაგრამ ის ქვეყნები, საიდანაც ფიზიკურად ფრენები აღარ არის, ხო, იმიტომ რომ ნუ სააერო სივრცეებია დაკეტილი, რა თქმა უნდა, დღეს ვერ ახერხებენ ჩამოსვლას. პოტენციალი ძალიან დიდი აქვს მაგალითად ჩინეთს. აზიის, შუა აზიის ქვეყნებს. კორეიდან იყო საკმაოდ კარგი ზრდა, თქვენ შემთხვევაში თუ აბსოლუტურად სამხრეთ კორეა ადრეც ძალიან აქტიურად დადიოდა გუდაურში და იყო კომპანიები, რომელიც ადრეც ძალიან კარგად მუშაობდნენ ამ ქვეყნებზე და გრძელდება ეს ყველაფერი და კი, ანუ უბრალოდ დაგვემატა რამოდენიმე ახალი ბაზა. მეკონიეთ რომ გვექნება რაღაც გარკვეული პერიოდის შემდგომ, იმიტომ რომ ეს ალბათ დამატებით რესურს მოგცემს კიდევ. აი ჩინეთთან გვაქვს პირდაპირ ფრენები
ჩინეთი ძალიან დიდი ბაზარია, რა თქმა უნდა, ჩვენთვის და ძალიან მნიშვნელოვანი, უბრალოდ სიხშირეა ისეთი და ანუ ისე დაფრინავს, რომ მათთვის მაგალითად დოჰა იყო ყველაზე ისეთი აეროპორტი, საიდანაც ანუ ეს კი ბატონო. ამიტომ რაღაცა არის ისეთი ბაზრები, სადაც უფრო მეტი მუშაობა სიხშირეების დამატება, რაც ოღონდ არ არის მარტივი. თქვენ როგორც ახსენეთ, ამას სჭირდება წინასწარ მომზადება და ბევრი ეტაპების გავლა, ხო? და იმედი ვიქონიეთ რომ ეს ნაწილი აუცილებლად. ბატონო შტაბ. არის კი სახელმწიფოს მათ შორის თუნდაც ის პირობითად 60%-იანი დატვირთულობა. ეს არ არის სრულად არ მუშაობა, ხო? და განსაკუთრებით ახლა რესტორნების შემთხვევაში მე ვერავინ ვერ დამაჯერებს რომ კარგი რესტორანს დღეს რაიმე ტიპის პრობლემა აქვს ამ ნაწილში. ყოველ შემთხვევაში რასაც უყურებ იმის გათვალისწინებით ვიძახი, მე ვცხოვრობ იმ ტერიტორიაზე თბილისში, სადაც მე არ მეგულება იქ დავუშვათ ბელიაშვილზე რომელიმე რესტორანი, რომელიც არ მუშაობდეს. ამიტომ ვკითხულობ. რა დავუშვათ ვითარება უნდა შეიქმნას, რომ პირობითად ის თუნდაც საგადასახადოს ნაწილი, რომელიც თუ სამოქმედებელი აუცილებლად უნდა დიახად ჩაერიოს სახელმწიფო, უკვე შეიძლება რომ სახელმწიფო ამ ნაწილზე გადავიდეს. აი, რა მდგომარეობა უნდა იყოს, ანუ მათ შორის იმ სტრატეგიაშიც ფურცელზე უნდა გაიწეროს, რომ ასე უნდა ვქნათ, თუ აი როგორ უნდა იცოდეთ სექტორმა, რომ დავუშვათ ასეთ შემთხვევაში რა ნაბიჯი იქნება გადასადგმელი, ან რას გადადგამს სახელმწიფო და კერძო სექტორმა რა ნაბიჯები უნდა გადადგათ. კიდე ერთხელ განმეორდები თუ არასწორად იქნა ჩემი ნათქვამი გაგებული, ესე იგი რაღაცა სწორად ვერ გამოვთქვი, რომ სახელმწიფო კი არ უნდა არჩენდეს ბიზნესს, ზოგადად ბიზნესი არჩენს სახელმწიფოს და შესაბამისად შედეგი ეს არის, რომ ჩვენი გადასახადებით ხდება შემდეგ ყველაფრის გადახდა, მაგრამ სახელმწიფოს ჩართულობა არის დიალოგი თქვენ ვიგულისხმე, რომ ჩვენი ჩართულობა რაც წინა კვირაში მოხდა, ურთიერთ ეს არის ზუსტად ის პრევენციული ღონისძიებები, წინა შეხვედრაზე ის კი არ შეფასდა, რომ რა გავაკეთეთ და რა კრიზისულ სიტუაციაში რო შევდივართ, რა უნდა მოვიმოქმედოთ. ზუსტად ეს საუბრები, ეს გაწერა თუნდაც ხომ უნდა ხდებოდეს ადრეულად და ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ჩვენი ქვეყანა არ არის ისეთ მდგრად მდგომარეობაში სტაბილურობის განცდა მუდმივად რომ იქნება. ყოველთვის პრობლემის ქვეშ ვართ მინიმუმ, რა ვიცი, მომავალი 10 წლის განმავლობაში. ამიტომაც ის ჩართულობა, რაზედაც ეს კონკრეტული მაგალითი იყო, თქვა მარტივი დასანახი, რა ნაბიჯი შეიძლება გადაიდგას, ამ ნაბიჯების გადადგმის გარდა კიდე ბევრი შესაძლებლობა შეიძლება არსებობდეს და ამას სჭირდება აწონდაწონა, რომ საზოგადოებისთვის ეს სფერო იყოს სტაბილურობის განცდის სფერო დასაქმებულთათვის პირველ რიგში, რადგანაც ამ დასაქმებულებიდან ზუსტად ის გადასახადებიდან შემდეგ ხდება იმ სახელმწიფო ვალდებულებების გასწორება, რაც უბრალოდ აუცილებელია. ამიტომაც იმაზეც, რაზეც ჩვენ საუბრობთ, ეს დივერსიფიკაცია იქნება, თქვა, ბაზრის, სხვადასხვა კონტაქტები იქნება, ჩანაცვლება იქნება და ასე შემდეგ. ერთ თვეში და ორ თვეში კი არ მოხდება. გრძელვადიან პერსპექტივაში არის ეს განსაზღვრი. ჩვენ როდესაც რამოდენიმე წლის წინ ევროპაზე გვქონდა ორიენტირი და როდესაც მარტვის თვეში ბერლინში ჩვენ ვიყავით მასპინძელი ქვეყანა ტურისტული ფესტივალის, ეს შემდეგ გადავიდა ინდოეთზე, ჩინეთის ბაზრებზე და თითქოს და ევროპა მე ჩვენთვის აღარ არსებობდა. არ შეიძლება ჩემი აზრით, რომ ერთს მოწყდეთ, შემდეგ მეორეს მივეკერო და მეორეს მოწყდეთ და დღეს უკვე ინდოეთისგან ჩამოსულ ტურისტებზე არის აწყობილი მთლიანად ტურისტული მომავალი და ისეთი სიტუაცია მოხდა, რომ საერთოდ ინდოეთიდან ვეღარ მოფრინავს დღეს ტურისტი და შესაბამისად ის რაც უქონდა ის დავკარგეთ. ამიტომაც არის ის თუ მომავალში როგორ უნდა ვიხედოთ, ასე რომ ყველა მხრივ უნდა გქონდა ჩვენ სამუშაო და არჩევანი არ უნდა გავაკეთოთ, ეს გვაწყობს ეს ქვეყანა და ეს ქვეყანა ჩვენთვის მიუღებელი არის, ნებისმიერი ქვეყანა შესაძლებელი უნდა იყოს ჩვენთვის ტურისტის მიღება, მაგრამ კრიზისული სიტუაცია როდესაც იქნება, ამის გეგმაც უნდა არსებობდეს. ამ გეგმის რა შინაარსი იქნება, ეს ეხლა ამ გადაწყვეტილებას მე ნამდვილად ვერ გეტყვით, ეს არის სამსჯელო თემა და წინადადებებზე შეიძლება ვისაუბროთ, შეიძლება რაღაც წინადადება ძალიან აბსურდული გამოვიდეს, შეიძლება რაღაც წინადადება ძალიან აზრთან ახლოს იყოს, მაგრამ ისე რომ მხოლოდ ჩვენ ოთახებში ვიყოთ ჩაკეტილი და ისე ვისაუბროთ ამ მხოლოდ ეთერებში, ესე საქმე არ გაკეთება. მე იმ საყვედურს გიარო, რომ არ გადადგმულ ეს ნაბიჯი, ზუსტად ეს ნაბიჯი გადაიდგა და ამას უნდა მოყვეს მეორე ნაბიჯი, მესამე ნაბიჯი, რომ კრიზისულ სიტუაციაში იქედან გამომდინარე, სადაც ვცხოვრობთ, ჩვენ მზად უნდა ვიყოთ იმ სფეროსთვის, რომელიც სფეროს დღეს ამ ქვეყნის დიდ ეკონომიკის ის რომ დაუშვათ ევროპის ქვეყნებიდან საკმაოდ მნიშვნელოვანი ზრდა გვაქვს ყოველ შემთხვევაში პირველი კვარტლის მონაცემის მიხედვით, ეს არ მიუთითებს, რომ დაუშვათ ბაზრების დივერსიფიცირება გვაქვს სახვეზე?
რა თქმა უნდა, მაგას გულისხმობ ზუსტად რომ ის რაც იყო, ის უნდა გავაგრძელოთ და კიდევ უფრო მოუმატოთ. ჩვენ დღეს დაგვაკლდა ისრაელი და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნები. და შესაბამისად, როდესაც საუბარი არის რომ ვიღაც 60% იყო და ვიღაც 82 იყო და 30 იყო, თქვათ, რომელიღაცა სასტუმრო ამან გამოიწვია რომ რაღაციდან დაგვაკლდა. ჩვენი მე ხშირად მithქვამს ბიზნესი რომელიც არ ვითარდება ეს სტაგნაცია არის. როდესაც რეინვესტირება ან ინვესტიციის განხორციელება არ ხდება და მხოლოდ არსებული სიტუაციის პრობლემის გადალახვაზე არის ორიენტირებული, ეს არის სტაგნაცია. ეს არის პრობლემა და ამაზე უნდა ვიზრუნოთ. ჩვენ თორე როგორც აღვნიშნე, რაღაც კრიზისულ სიტუაციას ბიზნესი გადალახავს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ გამარჯვებული გამოდის. როდესაც წლიდან წლამდე არ ხდება მისი განვითარება და რეინვესტირება თუ ახალი ინვესტიციების მოზიდვა, ეს ბიზნესში გაჩერებული მდგომარეობა კი არ არის, სტაგნაცია არის, ამაზე არის საუბარი. და ჩვენი საუბრის ბოლოს მოლოდინები, ბატონ გიორგი, როგორი მოლოდინი გვაქვს შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, არავინ არ ვიცით როდის დასრულდება, იმედი ვიქონიოთ, რომ რაც შეიძლება სწრაფად დასრულდება, თუმცა არსებული სურათი საკმაოდ მაინც და მაინც ოპტიმიზმის საფუძველს არ გვაძლევს, ხო? ყოველდღიურად იცვლება იქ მოვლენები. რა მოლოდინი გაქვთ აი ასეთ სიტუაციაში? ჩვენს აპრილი ახსენეთ საკმაოდ კარგი შედეგებით თქვით. შემდგომი თვეები, განსაკუთრებით მოდის ზაფხულის სეზონი, რომელიც ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სეზონია ამ შემთხვევაში. რას ფიქრობთ, რა შეიძლება 2026 წლის ბოლოსაც შეგვეძლება იმის თქმა, რომ როგორც 2025 წლის ბოლოს თქვით, რომ ძალიან წარმატებული და კარგი წელი იყო? 2025 წლის ამ პროგნოზს გეკითხებით იმის გათვალისწინებით, რომ 2025 წლის დასაწყისშიც კითხეთ და მაშინ თქვენმა პროგნოზმა გაამართლა და ნამდვილად კარგი წელი აღმოჩნდა. 2025-ის ბოლოსაც თქვით და ვარაუდობდით, რომ 10%-იანი ზრდა უნდა ქონოდა ზოგადად ქვეყანას ტურისტული ნაკადების და შემოსავლების კუთხით. დღეს ვიტყვი, რომ ნამდვილად საამაყოა პირველი კვარტლის ციფრი. რაოდენობასთან დაკავშირებით კარგი იქნებოდა რომ ეს 10 ყოფილიყო თავისთავად, მაგრამ 4-იც ზრდა არის, ასე რომ ვთქვათ, შემოსავლების ნაწილში და ზოგადად ტურისტული შემოსვლების რაოდენობის ნაწილში. როგორც თქვენ აღნიშნეთ, დამოკიდებული თავისთავად დღეს არის იმ გარემოებაზე, ხვალდაზე რა იქნება, მაგრამ რაღაც მხრივ მაინც სწორი რომ გამოგვივიდეს არსებული სტატისტიკით, წარსული სტატისტიკით და დღევანდელი რეალობით რომ ვიმსჯელოთ. ასე თუ გაგრძელდა, ვთქვათ, დიდი ხანი, ვთქვათ, მაისის, ივნისის ბოლომდე არსებული სიტუაცია, რაც არავის არ უნდა, ვფიქრობ, დაკორექტირებული ფასებით 2025 წლის ნიშნულს მაინც არ ჩამოვწდებით. ამის იმედი გვაქვს სწორედ აი აპრილის 1-დან 25 მარტიდან უფრო წამოსულ დადებით რიტმზე და იმ რეზერვაციებზე, რომლებსაც ვიღებთ როგორც ახლა, ასევე სამომავლოდ. ასევე უნდა ვთქვათ, რომ მარტის რეზერვაციების გაუქმების საპირწონედ აპრილის რეზერვაციების ტოტალური გაუქმება არ ყოფილა, გამომდინარე იქიდან, რომ ნაწილი მაინც გადავიდა და სხვა ზაფხულის პერიოდზე შეიძლება მოხდა ისრაელიდან და ემირატებიდან გადატანა, მაგრამ აქაც ვერ ვიქნებით სტაბილურად, ესე ვთქვათ, გარანტირებულები, გამომდინარე იქიდან, რომ არ ვიცით რა იქნება ხვალდაზე. თუმცა როგორც თქვით, დღევანდელი რეალობიდან რომ შევაფასოთ და ჩავთვალოთ, რომ უახლოესი პერიოდი ასე გაგრძელდება, არც მოხდება დეესკალაცია და არც ესკალაცია და ასე სწორხაზოვნად წავა, როგორც არის დღეს სამწუხაროდ, 2025-ს არ უნდა ჩამოწდეს წესით იმ მოცემულობით, რაც დღეს გვაქვს სურათი. კი ბატონო, თქვენ შემთხვევაში რა მოლოდინია? მიუხედავად იმისა, რომ ზაფხულის სეზონი არ არის ახლა თქვენთვის აქტიური ისე, თუმცა მე ძალიან ბევრი უცხოელი სტუმარი ვიცი, რომელიც სწორედ ზაფხულის სეზონზე გსტუმრობთ ხოლმე. ამიტომ საინტერესოა, როგორი მოლოდინები გაქვთ? ძალიან ბევრი სტუმარი ყავს ხოლმე ზაფხულის პერიოდშიც. და უბრალოდ თუ ეს სიტუაცია გაგრძელდა, რა სიტუაციაში დღეს ვართ, რა თქმა უნდა, ძალიან იმოქმედებს ზაფხულის ჯავშნებზე. მე ამ შემთხვევაში გუდაურზე მაქვს საუბარი. იმიტომ რომ როგორც დასაწყისში ვიაღვნიშნე, საკმაოდ დიდი პროცენტული მაჩვენებელი უჭირავს ახლო აღმოსავლეთს და ისრაელს ამ შემთხვევაში და არაბეთი გალფის ქვეყნების ჯავშნებს. აქტიურად დავიწყეთ, ეხლა ძალიან აქტიურად მუშაობთ საქართველოს ბაზარზეც, იმიტომ რომ რაღაცნაირად
მივხვდით, რომ რაღაც ახალი აქციები, შეთავაზებები დავიწყეთ უფრო აქტიურად, რომ იქნებ ჩვენი ქართველი ხალხი ამოვიყვანოთ მთაში რა. ესეც ერთგვარად რაღაცნაირად დაგვეხმარებოდა. ხო, იმიტომ რომ საქართველოს მოქალაქეები ძალიან აქტიურად დადიოდნენ მათ შორის იქ დუბაი და ამ მმართველები და შესაბამისად ამ პოტენციალის გამოყენება აი, ზუსტად ეს არის, რომ რაღაცა პოტენციალი არსებობს, რომლის გამოყენებაც ნამდვილად შესაძლებელია და გვინდა, რა თქმა უნდა, მუშაობთ სხვა ქვეყნებზეც და აქტიურად ვართ ჩართულები. უბრალოდ კიდევ ვამბობ, რომ ესე მარტივად ვერ ნაცვდება, რომ ამ ხელა პროცენტულობას ვერ ჩაანაცვლებთ, რომ რა თქმა უნდა, ახალი ბაზრებიდან შემოსული მოთხოვნებით ну აი პოლონეთი მაგალითად ძალიან მზარდი ბაზარია ხო იგივე თურქეთი რაღაცეებით კი ვანაცვლებთ მაგრამ წელს იქნება ძალიან გარდამტეხი პერიოდი ალბათ ზუსტად მე არ ვიცი დარწმუნებული ვარ რომ ძალიან მალე მოგვარდება ეს ყველას ძალიან გვინდა რომ ხო ყველას გვინდა რა თქმა უნდა ერთნიშნულოვნად უბრალოდ ეხლა გვაქვს ეს გამოწვევა ალბათ ესეც რეალურად კიდევ უფრო რაღაცებს გვასწავლის, ხო? ანუ უფრო მეტი მუშაობა, უფრო მეტი აქტივობა, სხვა ბაზრების აღმოჩენა კიდე და რაღაცნაირად ალბათ შევავსებთ თუ ეს სიტუაცია ესე გაგრძელდა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან მალე დასრულდება ომი და როგორც გიმაღნიშნა ისრაელი არის ქვეყანა რომელიც ხვალ რო გაიხსნება საჰაერო სივრცე ხვალვე ჩამოვნეს საქართველოში მათთვის ეს არანაირი პრობლემა არ არის და ესეც რა თქმა უნდა დაგვეხმარება ოპტიმიზმი მაინც აი ეს ზუსტ იმას ვერ ვიძახი მაგრამ მაინც ოპტიმისტურად ვარ ამ შემთხვევაში ახლა განწყობილი და ყველა შემთხვევაში როგორი მოლოდინები გვაქვს და მათ შორის ის ზაფხულში ველოდებით Starbucks-ის პირველადი აქცია თბილისში და ერთ-ერთი ყველაზე ყოველთვის ჩემს ბევრჯერ ვთქვამთ რომ Starbucks-ი რატო არ გაქვთ ეხლა როცა გვექნება პირობითად აი სამასპინძლო სექტორისთვის სარესტორნო ბიზნესისთვის რამდენად სერიოზული გზავნილი იქნება დანარჩენი მსოფლიო შემთხვევაში. ბუნებრივია ხა ტურისტი თუ არ ჩამოვიდა ქვეყანაში შესაბამისად ის ვერც Starbucks-ში შევა და ვერც სხვა რომელიმე ქართულ რესტორანში, თუმცა ეს ერთ-ერთ ისეთ ნაწილად განიხილებოდა ხოლმე. ყოველ შემთხვევაში ჩვენს მეზობელ თურქეთში ეს ძალიან კარგად მუშაობს. მინდა დაგამშვიდოთ რომ ბელიაშვილის რესტორნები იმუშავებენ რაც შეეხება გლობალურ ვითარებას ჩვენს ქვეყანაში სარესტორნო სფეროსთვის პირველი დარტყმა რომელიც ზოგადად კრიზისს ეხება ყოველთვის სასტუმროზე მოდის და შემდეგ არის სარესტორნო მიმართულებით მაგრამ ის რაც დღეს ტენდენცია გვაქვს იმ ტენდენციიდან გამომდინარე შეიძლება გარკვეული რაღაც პესიმისტური განწყობა არსებობდეს მაგრამ კიდევ ერთხელ ვიმეორებ რომ ამ კრიზისის გადალახვის შესაძლებლობა ბიზნესს ყოველთვის გააჩნია ეს არ იქნება და ვერ ვიტყვი რომ გარკვეულწილად რაღაც იმხელა პრობლემას შექმნის რაც შეიძლება ჩვენ გადავლახეთ კოვიდის დროს და ჩემთვის ყოველთვის ამოსავალი წერტილია კოლეგებთან ურთიერთობის დროს რომ კოვიდის დროს გადალახული პრობლემების შემდეგ რა პრობლემა უნდა იყოს რომ სფერომ ვერ გადალახოს მაგრამ კიდევ ერთხელ ვამბობ რომ ბიზნესისთვის ბრძოლა გადარჩენისთვის არ არის პერსპექტივაში ყურება ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რაღაც პრობლემების გადალახვის შესაძლებლობები ამიტომაც სტაბილური მდგომარეობის შექმნა და რაღაც გარკვეული წინასწარი პრევენციული ღონისძიებების აუცილებლობა იქნება არა სტაგნაციის არამედ პროგრესის მომტანი ამიტომაც პროგრესულად უნდა შევხედოთ ამ ვითარებას და შესაბამისად ის კრიზისი რომელიც არსებობს მარტო საქართველოსთვის არ არის დამანგრეველი ეს ზოგადად სოფლიო პრობლემა არის და შეიძლება საქართველოსთვის ყველაზე მარტივ მაგრამ ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და შემოსავალი ტურიზმიდან დიდი არის და ამიტომაც ამაზე უნდა ვიბრძოლოთ როგორც სახელმწიფო კერძო სექტორმა განვითარების ყველა შესაძლებლობა გქონდეს. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მე იმედი მაქვს რომ რაღაც გარკვეული პერიოდის მერე კვლავ გიმასპინძლებთ და ბევრად ოპტიმისტური მოლოდინები გექნებათ, იმიტომ რომ დიახ ბატონშოთა ნამდვილად თქვენი ინდუსტრია მთლიანობაში სამასპინძლო სექტორი არის ის სფერო, რომელიდანაც ქვეყანას ძალიან დიდი შემოსავალი აქვს და ყველას იმედი გვაქვს რომ ეს შემოსავლები არათუ შემცირდება, არამედ პირიქით გაიზრდება.